ჰოკეით დავინტერესდით 12 წლის ასაკში, იდეაში იმ ასაკში, როცა ყინულის ჰოკეის განვითარების ეს ეტაპი დაიწყო საქართველოში 2002-2003 წელს, როცა ადრე ვინც თამაშობდა 90-იან წლებში ჰოკეის, მათ დაიწყეს გადაწყვიტეს, რომ ჰოკეი უნდა ყოფილიყო საქართველოში და შეკრიბეს გუნდი 2002 წელს. მოაწყეს საჩვენებელი თამაში თბილისში არსებულ ყინულის მოედანზე, რომელიც არ ვიცი მაშინ რა სახელი ჰქონდა, მაგრამ ეხლა არის მარინა ცერცვაძის სახელობის ყინულის სასახლე, სადაც მოაწყეს ამხანაგური თამაში, მიგვიყვანეს ჩვენ ახლო ოჯახის წევრები, დაგვასწრეს ამ თამაშს და გვაჩვენეს რა იყო ყინულის ჰოკეი. ეს მოედანი არის ძალიან მცირე, სტანდარტულთან შედარებით სტანდარტული ზომის მესამედი არის, მაგრამ იდეა გავიგეთ ჰოკეისი რა იყო. რო ვთქვა, რომ მაშინვე დავინტერესდით, თქო არა, მაგრამ იმ ხალხმა გადაწყვიტა, მათ შორის ერთ-ერთი ბიძა ჩემი იყო, გადაწყვიტა, რომ რატომღაც ამ ახლო ნათესაურს უნდა დაგვეწყო ჰოკეის თამაში, ჩაგვრთეს, მოგცეს ციგურები, ჯოხი, რაღაც პირველადი ეკიპირება. ნუ თავიდან არ ქონდა არაფერი, მარტო ციგურები ქონდა და სრიალს სწავლობდით მოედანზე და ეს იყო პირველი ეტაპი, როცა უხეშად რო ვთქვა, დავინტერესდით ყინულის ჰოკეითი. მაგრამ ყოველ დღე უფრო და უფრო საინტერესო ხდებოდა ეს პროცესი, იმიტომ რომ რაღაც უცხოხილი იყო ყინულის ჰოკეიზე, დიდად გაგებული არც არაფერი არ ჰქონდა, მარტო ტელევიზორში თუ ნახავდი რამეც, იმიტომ რომ საქართველოში არ იყო ისტორია რაც ჰქონდა სამწუხაროდ იმ პერიოდში არ ჰქონდა ამის შესახებ არაფერი გაგონილი და ეს ხალხი, ვინც ჩვენ დაგვაწყებინა, იდეაში თამაშობდნენ ზოგი 70-იან წლებიდან, ზოგი 80-90-იან წლებში თამაშობდნენ და მათი მწვრთნელები იყვნენ, ესე რომ ვთქვათ, პირველი ქართველი ჰოკეისტები საქართველოში, ძმები დონაძეები, თემურ გიგინეიშვილი და გოგი ნატროშვილი. ეს მე ვიცი, ეს სახელები დაგვარები შეიძლება რომელიღაც სახელი დაგვარი გამომჩეს სამწუხაროდ. ამაზე ალბათ სხვა ადამიანიც ისაუბრებს სამომავლოდ ძველ ისტორიაზე, მაგრამ ეს არის ისტორია, რაც მე ვიცი, პირველად დაიწყო 60-იან წლებში, როცა რუსეთიდან ჩამოსულმა მწვრთნელმა შეკრიბა საქართველოში საბჭოთა კავშირის დისლოცირებული ჯარისკაცები და მოაწყო რაღაც საჩვენებელი თამაში და მათ შორის ქართველებიც ჩართეს თამაშში, იმიტომ რომ იმ პერიოდში ზამთარი ზამთარს გავდა, ქუჩაში იყინებოდა, წყალს რო დაასხავდი ქუჩაში შეიძლება გაყინულიყო და ყველას რაღაცა ინტერესი ჰქონდა, თან ტელევიზორში მაშინ აჩვენებდნენ ჰოკეის, საბჭოთა ნაკრებთან კანადის ძალიან დიდი დაპირისპირებები იყო იმ პერიოდში და მოკლედ ესენი იყვნენ პირველი ქართველი ჰოკეისტები, ვინც ჰოკეი დაიწყო, ესე რომ ვთქვათ, საქართველოში. მერე ბატონ მადონაძემ ჩამოაყალიბა პირველი მერცხალი გუნდი, რომლებიც თამაშობდნენ სხვადასხვა სპარტაკიადებზე, ოქროს შაიბაზე ეგრეთ წოდებულზე, ძალიან ბევრ მატჩს იგებდნენ, როგორც ვიცით ისტორიიდან, სამწუხაროდ აგებდნენ კიდეც, მაგრამ ის სიხარული გამარჯვების, რა თქმა უნდა, ფარავდა ყველაფერს, იმიტომ რომ აქ საერთოდ პირობები არ იყო და აქ მიდიოდნენ და ვიღაცებს სტანდარტულ ზომის მოედანზე უგებდნენ თამაშს, ძალიან დიდი ამბავი იყო. ამ ხალხმა ვინც დავასახელე, მერე ჩამოაყალიბა გუნდი, რომლებშიც ავარჯიშებდნენ უკვე შემდეგი თაობის ჰოკეისტებს, რომლებმაც რამოდენიმე თაობა გამოიცვალა მერე და 90-იან წლებში, როცა იყო ქვეყანაში სამწუხაროდ ომი, რა თქმა უნდა, რომ ყინულის ჰოკეი არავის აღარ ახსოვდა და გაჩერდა ყინულის ჰოკეი გარკვეული დროით საქართველოში. 2000-იან წლებში, 2001-2002 წლებში თბილისში არსებული ძველი ყინულის მოედანი, რომელიც როგორც აღნიშნე, ეხლა ქვია მარინა ცერცვაძის სახელობის ყინულის სასახლე, აღადგინა ირაკლი ჯაფარიძემ, რომელიც ახლა არის ყინულის მოედნის დირექტორი და იქ ზრდის ფიგურული სრიალის ახალ თაობებს. აღადგინა ეს ყინულის მოედანი, სადაც ჩატარდა ის აღნიშნული თამაში, რომელიც მე ვთქვი 2002 წელს და ეს იყო პირველი ყინულის მოედანი საქართველოში, სადაც დავიწყეთ მე, ჩემმა ძმამ, ჩემი ბიძაშვილი, ჩვენი ნათესავები, ბიძა ჩემის მეგობრები, ასევე იმ ხალხის, ასე რომ ვთქვათ, ახლობლები და ახლო წრე, ვინც 90-იანებში დაამთავრა, მაშინ გაჩერდნენ ყინულის ჰოკეიზე, იმიტომ რომ ომი დაიწყო საქართველოში, რაზეც ვისაუბრეთ. მოკლედ ეს იყო პირველი ეტაპი და როგორც აღნიშნე, უფრო და უფრო საინტერესო ხდებოდა ეს პროცესი, რადგან თავიდან ციგურები მოგცეს, მერე ამერიკიდან
ფორმაში აკრებინეს მეორადი ფორმები, ბესაც ინცაძე არის ჰოკეის ძალიან გასაკვირი არის, რომ საქართველოში დაბადებული და გაზრდილი ადამიანი არის ჰოკეის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეების ციგურაობის მწვრთნელი, ანუ სოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეებს ციგურაობას ასწავლის, ანუ როგორ იდგნენ ციგურებზე, ბესაც ინცაძე, რომელიც ამერიკაში მოღვაწეობს ძალიან დიდი ხანია, 2009 წელს სტენლის თასი აქვს მოგებული როგორც მწვრთნელს გუნდთან ერთად, პიტსბურგ პინგვინსთან ერთად და ძალიან ბევრი წამყვანი მოთამაშე მასთან გადის მომზადებას, ესე უხეშად რო ვთქვა, მის შეკრებებში იღებს მონაწილეობას, ან ინდივიდუალურად ავარჯიშებს მათ ბესა და ასე შემდეგ. და ბესას მიერ შეკრებული მეორადი ფორმები, ესე რომ ვთქვათ, ამერიკიდან გამოაგზავნეს კონტეინერით, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში, მაშინ ცოტა რთული სიტუაცია იყო პირდაპირ, რაც გამბაჟება მოუწია არაფერი, გახსნეს ეს კონტეინერი და როგორ მდგომარეობაშიც იყო, დარიგდა. ზოგს, საიდაყვე აკლდა, ზოგს სამუხლე აკლდა, ზოგს ჯოხი, მაგრამ მაინც რაღაცნაირად ვისაც რა აკლდა, საბოლოო ჯამში ყველას ფორმა შეგვიკრეს. პატარები ვიყავით მაშინ ასაკით, როგორც აღნიშნა, ჩემი ძმა არის, ჩემს 5 წლის პატარა, 7-8 წლის იყო, მან რო დაიწყო თამაში, მე 12 წლის, ვიღაცები 5 წლის იყვნენ და ეს ბავშვები თამაშობდით იქ ჩემპიონატს, ესე რომ ვთქვათ, რაღაც მეგობრულ პირველ ჩემპიონატს თბილისის ყინულის მოედანზე. მაგრამ სულ რაღაც განვითარება ხდებოდა ამ სპორტში რა, ანუ სულ რაღაცა ახალი იყო რა, ის ყინულის მოედანი კი იყო, მე ფორმები მოგცეს როგორ თქვით, მე დაემატა 2004 წელს თუ სწორად მახსოვს, ადრე ბაკურიანში იყო 60-იან წლებში ბაკურიანში თამაშობდნენ. პარკში ეგრეთ წოდებულ ბაკურიანის პარკში არის ტერიტორია, სადაც იყო ყინულის მოედანი, რომელიც სამწუხაროდ შარშან უკვე 2 წლის წინ მე მგონი დაშალეს, რომელიც იქ არსებობდა 2004 წლიდან და ზამთარში ბიჭები ხელით აკეთებდნენ ყინულის მოედანის ბუნებრივ პირობებზე. არანაირი აგრეგატი იმ ყინულის მოედანს არ აქვს, არაფერი არ აქვს, უბრალოდ ანუ ბუნებრივ პირობებზე დამოკიდებული. სამწუხაროდ ბოლო წლების განმავლობაში ცუდი ყინვები იყო და ძალიან მოკლე პერიოდი უხდებოდა ყინულის მოედნის მოწყობა, მაგრამ იყო ადრე მე ბავშვობაში მახსოვს რო დავდიოდი, ძალიან ხანგრძლივად იყო ხოლმე ყინულის მოედანი. ამ ყინულის მოედანზე, ანუ იმას ვამბობ, რომ განვითარება ხდებოდა თქო, ის თავიდან იყო რომ პატარა ყინულის მოედანი იყო, მე ფორმები მოგცეს, ესეც სიახლე იყო. მე წავედით და ბაკურიანში ეს ყინულის მოედანი გააკეთეს, რომელიც სტანდარტული ზომა იყო 60-30-ზე იყო ბუნებრივ პირობებზე. იმ განყინვარებაში ესეც რაღაცა სიახლე იყო და რაღაც დაინტერესება იყო. ბაკურიანში იქაური მწვრთნელი ახლა ასე ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი არის გოჩა ჯეირანაშვილი. ახლა თბილისში ბევრი ადამიანი იყო, ესე რომ ვთქვათ, მაგრამ ბაკურიანში იყო ერთი ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს ყურადღებას აქცევდა. გოჩა ჯეირანაშვილი როგორც აღნიშნა და თავის მეგობრებთან ერთად, თავის დახმარებით და იმ ბავშვებით, რომელიც ჰოკეიში იყვნენ ჩართულები, აწყობდნენ ამ ყინულის მოედანს. ერთი ეს იყო, რომ თბილისში დაიწყო, მერე ეს იყო 2004 წელს დაახლოებით ბაკურიანი შემოუერთდა უკვე ამ სტანდარტული ზომის მოედანი და იქ ზამთარში დაიწყეს ბავშვებმა ვარჯიში და საკმაო წარმატებას აღწევდნენ იმ მოკლე პერიოდში, აი წარმოიდგინეთ ხარვით შეიძლება ზამთრის პერიოდში, მაქსიმუმ ალბათ გადაბმულად არ იყო არასდროს ყინულის მოედანი, მაგრამ ჯამში აი რაღაც ზამთრის პერიოდში დეკემბრიდან მარტამდე რო ავიღოთ შეიძლება 3 კვირა ყოფილიყო ყინულის მოედანი და ამ 3 კვირის განმავლობაში დილას საღამოს ვარჯიშობდნენ და ძალიან მოკლე პერიოდში ძალიან დიდ შედეგებს დებდნენ. ამან განაპირობა ის, რომ დავიწყეთ ჩემპიონატის თამაშიც, რაღაც არაოფიციალური, იქ ჩავდიოდით, ესე ჩამოვდიოდით, მაგრამ მე დაგვემატა თბილისში კიდე ერთი ყინულის მოედანი 2005-ან 6 წელს არ მახსოვს, რომელიც ამ ძველ ყინულის მოედანზე შედარებით დიდი იყო, ბორტი შედარებით მაღალი იყო და იქ დავიწყეთ 3-3-ზე საქართველოს ჩემპიონატის თამაში. რომელს მონაწილეობას იღებდა 3 გუნდი თბილისიდან, 1 გუნდი ბაკურიანიდან. და ზამთრის პერიოდში ბაკურიანში ავდიოდით და იქ ვთამაშობდით ხოლმე ჩემპიონატს. საქართველოს ჩემპიონატს ესე რომ ვთქვა. თბილისში გამოდიოდა 3-3-ზე და პლუს მეკარე იყო და ბაკურიანში გამოდიოდა სტანდარტულად 5-5-ზე და პლუს მეკარე. ამასობაში შემოემატა კიდე ბათუმის ძველ ბულვარში ასევე დიდი ყინულის მოედანი სტანდარტული ზომის არ იყო ის სამწუხაროდ ამ ეტაპისთვის რასაც ვსაუბრობ სტანდარტული ზომის ყინულის მოედანი მარტო ბაკურიანში იყო რომელიც ბუნებრივ პირობებზე იყინებოდა მარტო ზამთრის პერიოდში იყო და დანარჩენი რომელიც წელიწადის 10 თვე ფუნქციონირებდა ყინულის მოედნები არც ერთი არ იყო სტანდარტული ზომის მოედანი მიუხედავად ამისა რავი ძირითადი ნაწილი ძირითადი ხო ანუ 100% თვით იყო ყინულის ჰოკეის ჩართული ენთუზიაზმით იყო, იმიტომ რომ საკუთარი ფინანსებით, საკუთარი სახსრებით ყიდულობდნენ ფორმას,
აქ თბილისში, როგორც აღნიშნე, ვინც იყო ჩართული, ისინი ყიდულობდნენ უმეტესად ფორმას, ასევე და დანარჩენ მშობლები ბაკურიანში გოჩა აცმევდა უმეტეს ნაწილს და ასევე მშობლები ყიდულობდნენ, ვისაც შეეძლო იქ შეძლების დაგვარად. ბათუმში იყო ყინულის მოედანი, მაგრამ სამწუხაროდ ყინულის ჰოკეი არ იყო და ბათუმშიც დავიწყეთ ჩასვლა იმ ყინულის მოედანზე თამაში. შეკრების გავლა, პირველი შეკრება მე მგონი 2007 წელს ესე თბილის და ბაკურიანის გარეთ, ბაკურიანში შეკრებებს ვატარებდით ხოლმე ზამთარში, მაგრამ თბილის და ბაკურიანის გარეთ პირველი შეკრება უკვე ესე ზაფხულის პერიოდში ყინულის მოედანზე იყო ბათუმში, ქობულეთში ვცხოვრობდით სასტუმროში, საკმაოდ ბევრი ბავშვი ვიყავით და იქ დავდიოდით ბათუმში, მოკლედ ამ შეკრებაზე. და ესე ნელ-ნელა ვითარდებოდა რა, ყოველ წელს ესე რომ ვთქვა, რაღაცა ახალი ხდებოდა. დიდი ესეთი, არაფერი ისეთი ძვრა არ იყო, რომ შეხედო, მაგრამ ჩვენთვის როგორც ბავშვებისთვის, ჩემთვის პირადად ძალიან საინტერესო იყო რა, იმიტომ რომ როგორც თქვი, სულ რაღაცა ახალი იყო. იქ თან ასაკიც გვემატებოდა, უფრო საინტერესო ხდებოდა ეს ყველაფერი. ის მომენტი იყო, რომ YouTube-ი ხდებოდა პოპულარული და რაღაც ვიდეოები რო იდებოდა, რომ უყურებდით, აი რას თამაშობენ, NHL-ს უყურებდით, ამერიკის ლიგას, აი რეებს აკეთებდნენ, აქამდე როდის მივალთ და სამწუხაროდ მაშინ გვეგონა რომ როდესაც შევძლებდით NHL-ში თამაში ჩვენი თაობა, რა თქმა უნდა, ამბიციები გქონდა რა, რომ აი, მაგრამ რომ მივხვდით რეალურად დიდ ყინულზე რომ მოვხვდით, მივხვდით რომ ძალიან შორს ვიყავით ამ ყველაფრისგან და დავეშვით მაშინ დედამიწაზე ცოტა ოცნებებიდან ჩამოვიდით, იმიტომ რომ ძალიან რთული არის. აი, ძალიან რთული პირობებიდან გამომდინარე, ის რომ ეკიპირება არ აქვს წესიერ და მეორედ რომ ყინულის მოედანი არ აქვს და იმ ყინულის მოედანი რაც არის არასტანდარტული არის და დროც არ აქვს შესაბამისი რომ ნორმალურად ივარჯიშო, ხო? რაღაც მიღწევებზე რომ ისაუბრო, სამწუხაროდ ესე ხდებოდა რომ ეს ყინულის მოედნები რაც იყო მივდიოდით სავარჯიშოდ, მაგრამ ის ყინულის საფარს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ეს ყინულის საფარი ყოველ ვარჯიშის შემდეგ უნდა მოპრიალდეს, უნდა მოიჭრას ის ზედაპირი ახალი ყინულის მოედანი დაესხას, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში სამწუხაროდ ესე ვერ ხდებოდა. ამ 2007 წელს თუ არ ვცდები, იყო პირველი ოფიციალური ჩემპიონატი ეს 3-3-ზე რაც ჩავატარეთ. შემდეგ წლებშიც ესე ჩვეულებრივად ვაგრძელებდით. ბიძა ჩემს რო ვახსენებ, მეთქი აუცილებლად უნდა ვახსენო ჩვენი პირველი მწვრთნელი აქ თბილისში მithყოდა დენის დავიდოვი, რომელიც არ ვიცი რა ვიცი. ჩემთვის ამ სპორტის ლეგენდა იყო იმ პერიოდისთვის და დარჩება სამუდამოდ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება იყო ჩვენთვის. იგივე იყო ბაკურიანელებისთვის გოჩას, როგორც საუბრობ, ანუ იმ პერიოდში ჩემპიონატისთვის, იმიტომ რომ დენისი ჩვენთან ლიდერი იყო, ანუ გუნდის თავმწვრთნელი იყო, ჩვენთან ერთადაც თამაშობდა, იგივე იყო ბაკურიანში და ძირითადი დაპირისპირება ეს იყო, თბილისი ბაკურიანი იყო ამ პერიოდში. სამწუხაროდ ეხაც დაახლოებით ესეა უფრო ქუთაისში შემოგვემატა, ამაზე ცოტა ვრცლად ვისაუბრებ, მაგრამ ძირითადი ნაწილი მაშინ იმ პერიოდში ესე იყო თბილისი ბაკურიანის დაპირისპირება და რამოდენიმეჯერ ბაკურიანში ჩვენი შეკრების დროს სომხეთიდან ჩამოვიდა გუნდი. იქ ერევანში აქვთ ყინულის მოედანი და იქ ვარჯიშობდნენ ეს ბიჭები. ჩამოვიდნენ და მათთანაც ამხანაგურ თამაშებს მართავდით, მაგრამ ძირითადად დაპირისპირება მაინც თბილისი ბაკურიანი ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ თბილისში ახლა ყინულის მოედანი იყო და კი აქ მშობლები მოდიოდნენ საყურებლად და რაღაცა, მაგრამ ბაკურიანში რო ჩავდიოდით, ღია ყინულის მოედანი პარკში, გარშემო სუსეტკა აქვს და ამ გარშემო იმდენი ხალხი იკრებებოდა და იმხელა ინტერესი იყო. აი რომ ახსოვს ბავშვობაში რომ თამაშობდი, რომ აი ძალიან მიყვირს, რომ ამხელა ინტერესი ქონდა იქ მაშინ იმ სპორტს, რომელიც რა ვიცი, არ არსებობდა რა ფაქტიურად საქართველოში, დღესაც რო გითხოთ, ბევრს 2025 წელი არის, ბევრმა არ იცის ყინულის ჰოკეის შესახებ საქართველოში. მით უმეტეს იმ პერიოდში, როცა პირველ ეტაპს გავდიოდით. დენის დავიდოვი რო ვახსენე, არ ვიცი, რა ვიცი, ძალიან იშვიათად რომ ესეთი ენთუზიაზმით ხალხი იყოს ჰოკეიში, ვინც იმ პერიოდში იყო და სამწუხაროდ ბიძა ჩემი ლაშა ცაგარეიშვილი და დენის დავიდოვი ბიცოლა ჩემთან ერთად და სომხეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, მეუღლესთან და შვილთან ერთად დაიღუპნენ ავტოავარიაში 2009 წელს, როცა მიდიოდნენ პირველად მსოფლიო შუალედურ კონგრესზე, იმის შემდეგ, რაც მიგვიღეს საერთაშორისო ფედერაციაში. ანუ საერთაშორისო ფედერაციის წევრები გავხდით 2009 წელს შუა პერიოდში, ანუ კონგრესში, არ ვიცი, აპრილ-მაისის პერიოდში და სექტემბერში მიდიოდნენ შუალედურ კონგრესზე, მალტაში მიდიოდნენ თუ არ ვცდები და სამწუხაროდ თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ეს ხალხი სამწუხაროდ გარდაიცვალნენ. ამის მერე, რა თქმა უნდა, ბევრი წავიდა ჰოკეიზე, იმიტომ რომ ბევრი ამ ხალხის გამო დადიოდა ჰოკეიზე, მაგრამ
ბევრი ადამიანი დარჩა საბედნიეროდ, რადგან დღესაც ცოცხლობს ყინულის ჰოკეი. ძალიან ბევრი ადამიანს მიუძღვის წვლილი. ზოგს ცოტა, ზოგს მეტი. იმისი რომ დღეს ყინულის ჰოკეი არსებობს საქართველოში. რა თქმა უნდა, ყოველ ეტაპზე ვიღაცას რაღაცა წვლილი მიუძღვის, მაგრამ საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ ეს, ვისაც პატარა წვლილიც მიუძღვის, რაღაც საერთო სურათს და ფონს ქმნიდა ნებისმიერ ეტაპზე და აძლევდა ამ სპორტის სახეობას რაღაცა ბიძგს. ფაქტია, რომ წლიდან წლამდე რაღაცით წინ მივდივართ რა. საბედნიეროდ ჯერ ეს უკანსვლა არ ვქნა, იმიტომ რომ რაღაცა ვითარდება, მომავალ წელს უფრო ახალი ხდება ჩვენთვის ყინულის ჰოკეიში საქართველოში. ძალიან დიდი წვლილი იყო ამ ხალხის იმისი, რომ საქართველოში ყინულის ჰოკეი დაიწყო მათ მეგობრებთან ერთად, ვინც ფედერაცია დააფუძნეს 2004 წელს. მათ შორის ერთ-ერთი მოთამაშე დემურ გურგენიძე, რომელიც ეხლა მოდის ხოლმე ჩვენთან აქ ბავშვების ვარჯიშზე გვეხმარება ვარჯიშზე 90-იან წლებში თამაშობდა ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო მე როგორც ვიცი ინფორმაციით მაშინ 90-იან წლებში იყო კოტე ბახუტაშვილი ასევე მათ შორის ფედერაციის დამფუძნებლებს შორის არის რომელიც საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ის მეკარე იყო ვლადისლავ ტრიეწაკი რომელიც რაღაც პერიოდი მერე ფედერაციის პრეზიდენტი იყო მოიქაური ფედერაციის პრეზიდენტი მაგრამ წაიყვანა CSKA-ში სავარჯიშოდ 90-იან წლებში კოტე ბახუტაშვილი და ავარჯიშებდა იქ. მე სამწუხაროდ ისევ როგორც თქვი, ქვეყნის არევის შემდეგ და ასე შემდეგ დამთავრდა. ჰოკეი კოტეს მოუწია საქართველოში წამოსვლა, მაგრამ ჩვენ ჩემპიონატში თამაშობდა 2007 წლის ჩემპიონატში. ცეცხლოვანი ჯვაროსნების კარებში იდგა თუ სწორად მახსოვს. არ მინდა რომ შემეშალოს, მაგრამ მე მგონი ეგრე იყო. და მოკლედ ეს ხალხი იყო, ვინც წვლილი შეიტანა ამ ჰოკეის ჩამოყალიბებაში საერთოდ. აი, ამიტომ ვიძახი, რომ პატარა შეიძლება ვიღაცის წვლილი იყო, შეიძლება ვიღაცის დიდი, აი მაგალითად ირაკლი ჯაფარიძეს რო ის ყინულის მოედანი არ აღედგინა, შეიძლება იქ არ მისულიყვნენ სათამაშოდ ვიზაჩემ და მისი მეგობრები არ დაწყებული ჰოკეი. შეიძლება ბაკურიანში დაწყებული იყო მერე ყინული, გაყინული. ანუ ბევრი რაღაცა შეიძლება არ მომხდარიყო და სპორტი არ ყოფილიყო, მაგრამ რადგან ეს პატარა მომენტები ხდებოდა და ბევრი დიდი მომენტი ერთად საბოლოო ჯამში ამ ყველაფერმა შექმნა ის, რომ დღეს არის ყინულის ჰოკეი ისევ საქართველოში. ასე რომ თითოეული ადამიანის ვინც სპორტში ასევე დღეს ჩართულია, რა თქმა უნდა, რომ იმათ წვლილიც არის, რომ ჰოკეი ვითარდება, იმიტომ რომ ეს ხალხი რო არ იყოს, თუნდაც ის ბავშვები რო არ ვარჯიშობდნენ, ხო, ანუ ტყუილა ვერ იქნები, ხო, ანუ რაღაცა უნდა იყოს, ვიღაცები უნდა იყოს, ვითარდებოდეს, რაღაცისთვის ეს ყველაფერი უნდა ხდებოდეს. არაფრისთვის რო არ ხდებოდეს, ალბათ არ იქნებოდა. ასე რომ ყველას ზოგს პატარა, ზოგს დიდი წვლილი აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ერთ დიდ ჰოკეის ბურთს ქმნის ეს ყველაფერი, ხა. შემდეგ იყო უკვე ქუთაისში გაკეთდა ყინულის მოედანი, რომლის დირექტორი იყო გივი ფანჩულიძე, რომელიც ასევე არ ვიცი საიდან ქონდა ამ კაცსაც ენთუზიაზმი, იმიტომ რომ ჩვენგან საერთოდ დამოუკიდებელი ადამიანი იყო, სპორტიდან იყო. წყლის სპორტის სახეობებიდან იყო არის გივი, მაგრამ მოუწია ჰოკეის ყინულის მოედნის დირექტორობა. რომელიც რავი, ჩემი აზრით ვთვლი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო დირექტორი იყო ქუთაისის ყინულის მოედნისთვის, იმიტომ რომ შეიძლება ხელშეწყობა ქონდა სხვანაირი, არ ვიცი, ხა მე დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ ფაქტია, რომ იმ პერიოდში, ვინც დაიწყო თამაში, ის ბავშვები დღეს თამაშობენ, რაღაც დონემდე არის მისულები. ორი ბავშვი ქუთაისიდან ეხა ნაკრების კანდიდატი იყო ახალგაზრდული ეროვნული ნაკრებისთვის, რომელსაც უნდა ეთამაშა ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, რომელიც საქართველოს ჩატარდა 6-დან 16 თებერვალის ჩათვლით, მაგრამ საბჭოთა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს არ მისცეს აქ მონაწილეობის უფლება. როგორც მასპინძელ ქვეყანას არ ვიცით ესეც, ნუ რა ვიცი, ძალიან ბევრი რაღაცაზე არის დამოკიდებული, მაგრამ სამწუხაროა, რომ ბავშვები 8 თვე ლატვიაში ვავარჯიშეთ, ვამზადებდით ამ ფესტივალისთვის, საბოლოო ჯამში არ მოგვეცა საშუალება, რომ წარგვეგინა საქართველოს ეროვნული ნაკრები, მაგრამ ნუ არის რამოდენიმე ბავშვი ქუთაისში კიდევ ერთხელ ვამბობ, რომელიც სამომავლოდ ნაკრების კანდიდატები არის. ვარჯიშობენ პატარა ყინულის მოედანი არის. იქაც ვარჯიშობენ მაქსიმალურს ცდილობენ ჩვენც ვცდილობთ მაქსიმალურს, რომ რაც შეკრებები არის, ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღონ, შეკრებები არ გამოტოვონ, მაქსიმალურად უწყობთ ხელს და ნუ მათი ჩართულობაც ძალიან დასაფასებელია და ძალიან მნიშვნელოვანი არის. ბათუმსაც ყავს ასე რომ თქვა გუნდი, პატარების გუნდი ყავს ძირითადად. დიდებიც ყავს, მაგრამ უფრო ეს პატარები ჩანან, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი ბოლო პერიოდში გადავიდა სხვა ქვეყნებიდან საცხოვრებლად ბათუმში და
შეიკრა ეს გუნდი, რომელიც ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 2025-2026 წლის სეზონზე გვექნება ბავშვების ჩემპიონატში, რომელიც ბათუმს ცალკე გუნდი ეყოლება, ქუთაისს ცალკე გუნდი ეყოლება, ბაკურიანს ცალკე გუნდი ეყოლება და თბილისსაც ცალკე გუნდი ეყოლება. მოკლედ ეს რაც მოვყევით, ამ ყველაფერმა მიგვიყვანა 2010 წლამდე, სადაც გავუმართეთ პირველი საერთაშორისო თამაშები, იყო მეგობრული თამაშები, სომხეთში ტარდებოდა ერევანში საკვალიფიკაციო ეტაპი. მე მგონი მესამე დივიზიონი, მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონი საკვალიფიკაციო ეტაპი იყო, თუ სწორად მახსოვს და მოგვეცა საშუალება, რომ სამხრეთ აფრიკის და სომხეთის ეროვნულ ნაკრებთან გაგვემართა ამხანაგური თამაშები. მიგვიპატიჟეს, ჩავედით, სამწუხაროდ დავმარცხდით ორივე თამაშში, სამხრეთ აფრიკასთან დავმარცხდით 8-1, სომხეთთან დავმარცხდით 22-1. მაგრამ ის ერთი გოლი რაც გავიტანეთ, ალბათ უფრო დიდი ხანი უზეიმობდით, ვიდრე სომხეთის ეროვნული ნაკრების ზეიმობდა 22 იმ გატანილ 22 გოლს, იმიტომ რომ იმ პერიოდისთვის როგორც თქვი, სომხეთის ეროვნული ნაკრები ჩამოდიოდა საქართველოში. და რო ვეთამაშებდით, ვიგებდით ხოლმე ჩვენ თამაშებს, მაგრამ ამ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ჩამოიყვანეს ამერიკიდან მოთამაშეები, რომლებმაც ჩვენ რო ინტერნეტში ვიდეოებს უყურებდით, ის რაღაცები გააკეთეს რეალობაში რა და ცოტა შორს ვიყავით მაგისგან. ანუ გულის წყვეტაც არ გქონდა იქ თამაში. რა თქმა უნდა, რომ საწყენი იყო ეს თამაშები რო წავაგეთ, მაგრამ გულის წყვეტა არ გქონდა, იმიტომ რომ მივხვდით, რომ რაღაც სხვა რაღაცასთან გქონდა რა საქმე. სამხრეთ აფრიკასთან უფრო გაგვიადვილდა თამაში, როგორც ვთქვით, იმიტომ რომ 8-1 დავმარცხდით. არ არის ახლა ძალიან ისეთი დიდი ანგარიში, საერთოდ პირველად რო გადიხარ და გამოცდილ გუნდს რო ესე ეთამაშები მაინც, მაგრამ ნუ სომხეთის ნაკრებთან უნახეთ, რომ ძალიან დიდი პრობლემა შეგვექმნა. შემდეგ მსოფლიო ფედერაციამ აუკრძალა სომხეთის ფედერაციას იმის სომხეთის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში. მაგ შემთხვევაში შემდეგ აუკრძალა და წლევანდელ წლამდე არ ქონდათ თამაშის უფლება. წელს ატარებენ ისევ სომხეთში, ანუ მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე დივიზიონს. ეხლა უკვე მზად არიან, ჩვენც მივდივართ დასაწყებად, რომ მათ გუნდს ვილშემატკივროთ. ის წყენა გულში არ ჩაგვიდია 22-1. ერთხელ ორჯერ გვაქვს წაგებული, ჩრდილო კორეასთან წავაგეთ, მეორედ 22-1, არ მახსოვს რომ მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ ეგეთ რაღაცებს არ ვიმახსოვრეთ საბედნიეროდ. 2010 წელს იყო ეს, როგორც აღნიშნე, მე 2011 წელს არ გვითამაშია, 2012 წლიდან ვთამაშობთ მსოფლიო ჩემპიონატზე, ქვედა დივიზიონში, მესამე დივიზიონი რაც არის. ძირითადად თავიდან მარცხდებოდით, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიძახი, პირობები არ იყო საქართველოში არანაირი. პატარა ყინულის მოედნები, ცოტა სავარჯიშო დრო ამ ყინულის მოედნებზე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფიზიკურ მომზადებას და ამაშიც გვიჭირდა სამწუხაროდ. ნუ უნდა ვაღიაროთ, რომ არ ვაქცევდით ამას დიდ ყურადღებას. გვეგონა რომ ყინულის მოედანზე იმაზე ვივარჯიშებთ, ჩავიდოდით რაღაცას მოვიგებდით და წამოვიდოდით უკან, არა რო ჩავდიოდით სხვა რეალობის წინაშე ვდგებოდით. და 2015 წელს პირველი გამარჯვება ვიზეიმეთ ბოსნია-ჰერცეგოვინის ეროვნულ ნაკრებთან და ამ გამარჯვებას ეგრევე მოყვა მეორე გამარჯვება არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან ოვერტაიმში არა, მე მგონი ბულიტებში მოვიგეთ. ბულიტები არის ჰოკეის პენლები, ესე უხეშად რო ვთქვათ. პენლებში მოვიგეთ თამაში. ეს ორი თამაში იყო ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე 2015 წელს. მესამე დივიზიონში მოვიპოვეთ ეს ორი გამარჯვება. 2016 წელს დავიკავეთ მეორე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე, 2017 წელს ბულგარეთში დავიკავეთ მესამე ადგილი და 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონი მოვიგეთ სამხრეთ აფრიკის ქალაქ კეიპტაუნში, რაც ნუ ძალიან დიდი მიღწევა იყო ჩვენთვის. ამ ეტაპისთვის გარკვეული რაოდენობის ლეგიონერები ყავდა დამატებული ნაკრებში. ჰოკეის თამაშობს ძირითადად ქვედა დივიზიონებში 18 მოთამაშე და 2 მეკარე, ანუ ჯამში 20 მოთამაშე, მაგრამ რო ადიხარ მეორე დივიზიონში არის 20 მოთამაშე და 2 მეკარე. იმ პერიოდში დაახლოებით გუნდის ნახევარი ყავდა ლეგიონერები, მაგრამ ნახევარი აქ დაბადებული გაზრდილი მოთამაშეები ვიყავით, ვინც, ნუ რა თქმა უნდა, ასევე წვლილი მივიღეთ შევიტანით იმაში, რომ ის გამარჯვებები მოგვეპოვებინა. შემდეგ 2019 წელს ვიყავით მექსიკაში, მეორე B დივიზიონში ვითამაშეთ. ანუ დავწინაურდით 2018 წელს და გადავედით მეორე B დივიზიონში, ვითამაშეთ მექსიკის ქალაქ მეხიკოში, სადაც მექსიკაში თამაშამდე შეკრებაზე ვიყავით ჩიკაგოში, სადაც კოსტა ებანოიძე
ამერიკაში ცხოვრობს ქართველი არის, რომელიც აქ დაიბადა, გაიზარდა, ბეისბოლს თამაშობდა, მერე წავიდა ამერიკაში და მე მგონი 25 წელია უკვე იქ ცხოვრობს. მისი შვილი ლაზარე ებანოიძე თამაშობს ჰოკეის და მქონდა რაღაცა კავშირი კოსტასთან. და ვკითხეთ, რომ სოფლიო ჩემპიონატზე მივდივართ, ჩიკაგოში თუ შეიძლება რომ დაგვეხმარო, რომ ჩამოვიდეთ და შეკრება მან გავიაროთ, ნუ მოკლე შეკრება გქონდა 5 დღიანი, მაგრამ დროის სარტყელი ერთი იყო, აკლიმატიზაცია ფაქტიურად იმ 5 დღეში გავიარეთ. და არის NHL-ის ამერიკის უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი აგენტი ტობი ობრაიანი, რომელმაც გაიგო რომ იქ ვიყავით შეკრებაზე, ჩამოვიდა და ინტერესდა უბრალოდ ჩვენ რო ენახა რას ვაკეთებთ საერთოდ. და ჩიკაგო ბლეკ ჰოქსის, ანუ ჰოკეის ამერიკის NHL-ის ერთ-ერთი გუნდის, რომელიც უმაღლესი ლიგა არის საერთოდ არა მარტო ამერიკაში, სოფლიოში ახლა აღიარებულია როგორც უმაღლესი ლიგა. ჩიკაგო ბლეკ ჰოქსის გასახდელში წაიყვანა გუნდი. და ეს იყო, არ ვიცი, აი სასწაული იქ უბრალოდ რასაც ნახავდი, ვერ ნახავ ვერსად. ჯერ ძალიან ბევრი დეტალი არის ყინულის ჰოკეიში რა, ციგურას თავის გამოსაცვლელი რკინა აქვს, რომელიც შეიძლება გატყდეს თამაშის დროს და ნუ რაღაც ჩვენ ვცდილობთ რომ ნაკრებს გქონდეს რაღაც თითო ციგურაზე გქონდეს 1-2 გამოსაცვლელი რკინა, რომ დაზიანდეს ეს რკინა, ნუ მოთამაშეს გამოუწვევ, შეძლოს თამაშის გაგრძელება, ნუ ეკიპირება კიდე ცალკე ჯოხები. იმდენი რაოდენობის ჯოხი და გამოსაცვლელი რკინა იყო, რომ ძალიან იშვიათად რომ სადმე შეხვდე ეგეთ რაოდენობას რა, აი ულევი რაოდენობას, არ ვიცი რას უშვებიან, მე თან სეზონი მთავრდებოდა, რჩებოდა, მაგრამ მე აბარებენ და ყიდიან რაღაც ამერიკულ საიტებზე, პროსტოკი არის ეგეთ საიტი, სადაც გუნდების ესეთ ინვენტარს ყიდიან რა, მაგრამ ნუ აი ულევი რაოდენობის ეკიპირება იყო და ნუ გასახდელიც თვითონ აი რაღაც გათვლილი არის და ზუსტად გრძნობ რა, რომ შედიხარ, რომ აი მოთამაშეზე რამდენად მნიშვნელობა იქ ცალკე ოთახები მასაჟისთვის, ანუ რაღაც დასასვენებელი ოთახი, ნუ მოკლედ ისეთი რაღაცები ნახეთ, რაც ვერ წარმოგვიდგინა, რომ შეიძლება არსებობდეს საერთოდ ჰოკეიში. ამის მერე გადავედით მექსიკაში, სადაც სენსაცია მოვახდინეთ და ისლანდიასთან ვაგებდით 3-0 და მოვიგეთ 6-3. ისლანდია იყო ფავორიტი და ჩვენ შეუშალეთ რომ შემდეგ დივიზიონში გადასულიყვნენ, რაც იყო სასწაული ალბათ იმ დივიზიონისთვის, იმიტომ რომ 3-0-დან 6-3 მოგება ჩვენ არ ვიცი სანახავი არის ის თამაში, ვისაც არ ნახავს, უნდა ნახოს აუცილებლად. ჯერ როგორი გოლები გაიტანეს ჩვენმა მოთამაშეებმა, მერე ანუ რა ენერგიით ითამაშეს, ბოლომდე როგორ დაიხარჯნენ და მოკლედ ქართული ჰოკეის კლასიკა იყო ალბათ ერთ-ერთი ეგ თამაში. შემდეგ 2020 წელს და 21 წელს გაცდა მსოფლიო ჩემპიონატები პანდემიის გამო. გაუგრძელეთ თამაში 2022 წელს. 2023 წელს ვიყავით ოლიმპიადის შესარჩევ თამაშებზე ჰოლანდიის ქალაქ ტილბურგში, სადაც 4 გუნდი იღებდა მონაწილეობას: ესპანეთი, ჰოლანდია, ჩვენ და ტაილანდის ნაკრები. სამწუხაროდ ჰოლანდიასთან და ესპანეთთან დაუმარცხეთ, ტაილანდთან ვიმარჯვეთ 10-0. ესპანეთი გადავიდა შემდეგ ეტაპზე ოლიმპიადის საკვალიფიკაციოზე და კიდე 2 ეტაპი აქვს დარჩენილი, რომ დიდ ოლიმპიადაზე გავიდეს, რომელიც ეს ეტაპები წელს უნდა გაიმართოს. ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. ყინულის მოედანი თვითონ ისეთი იყო, რომ ეგეთ ყინულის მოედანზე ჩვენ არ გვითამაშია, ძალიან პატარა კომპაქტური ყინულის მოედანი 2600 კაციანი ტრიბუნით, რომლის ვიდეო განხილვა ჩვენ გავაკეთეთ Facebook გვერდზე გვიდევს, იმიტომ რომ აი ძალიან საინტერესოდ მოწყობილი ყინულის მოედანი იყო. ძალიან კომპაქტურად და შარშან ვიყავით ისო ბულგარეთში მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც სამწუხაროდ დავიკავეთ მესამე ადგილი დავიკავეთ. ბოლო თამაშს თამაშობდით ფაქტიურად ფინალის თამაშს ბელგიის ეროვნულ ნაკრებთან, რომელთანაც ვიგებდით 2-0. რო გაგვეტანა მესამე გოლი და გქონდა შანსი რომ გაგვეტანა, ალბათ მოვიგებდით ამ თამაშს, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენმა თავდასხმებმა რო დაარტყა, მოხდა იქე ანუ მოწინააღმდეგე მოთამაშეს მუხლში, მეკარე აღარ იდგა კარებში, ვერ გავიტანეთ ეს გოლი და საბოლოოდ დავმარცხდით 4-2 ანგარიშით და დავიკავეთ მესამე ადგილი. მაგრამ რომ მოგვეგო, ვიკავებდით პირველ ადგილს და გადავდიოდით მეორე A დივიზიონში, მაგრამ ეხლა მივდივართ სამწუხაროდ ახალ ზელანდიაში, ძალიან დიდი გზა გვაქვს გასავლელი წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე. ამ ყინულის მოედანზე, რომელზეც ვისაუბრებთ, გავაკეთეთ შარშან კონგრესზე განაცხადი რომ აქ გვინდოდა მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება და სამწუხაროდ ისლანდიასთან დავუმარცხდით 2 ხმით, 16-14 წავაგეთ. აი ერთ ქვეყანა, ფაქტობრივად 1 ხმით რა, იმიტომ რომ ერთ ქვეყანას აქვს 2 ხმის უფლება. ერთმა ქვეყანამ მისცა ვიღაც
ისლანდიას, ბოდიში ახალ ზელანდიას ხმა 16-14 წავაგეთ როგორც თქვით და მივდივართ ახალ ზელანდიაში სათამაშოდ. ეს ყინულის მოედანი არ იყო იმ პერიოდში აშენებული, მიმდინარე პროცესი იყო, შეიძლება რომელიღაც ქვეყნებს შეეშინდათ, რომ ვერ დასრულდებოდა და მაგიტო არ უნდათ აქ ჩატარება მსოფლიო ჩემპიონატის, მაგრამ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალში ჩავატარებთ ამ ყინულის მოედანზე მსოფლიო ჩემპიონატს. ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ ყინულის გაკეთება საქართველოს ყინულის ჰოკეისთვის, ესე ვიტყვი და ფედერაციას ჩემი აზრით ძალიან დიდი წვლილი აქვს, რომ ეს ყინულის მოედანი აქ ამ სახით არის, რადგან ტექნიკური დავალება გამოიკითხეს, რა თქმა უნდა, ინფორმაციას ან ამ ყინულის მოედანს ააშენებდნენ, ტექნიკური დავალება მოითხოვეს, როგორი უნდა იყოს ყინულის მოედანი, რაღაც შესჯიბრებები რომ ჩატარდეს. გასახდელი რამდენი უნდა იყოს, ანუ მოკლედ რა უნდა იყოს ყინულის მოედანზე, რომ რაღაცის ჩატარება იყოს შესაძლებელი. ჩვენ ფედერაციის პრეზიდენტი 2021 წლიდან თუ არ 21 წლიდან მე მგონი არის ზაზა ხეჩუაშვილი, რომელსაც მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს. 2022 წელს ჩამოიყვანა საქართველოში, მიიყვანა სპორტის სამინისტროში, სპორტის სამინისტროდან წამოიყვანეს, აჩვენეს ეს ტერიტორია, რომ აქ გეგმებოდა ყინულის მოედანი, მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტმაც პირობა გამოთქვა, რომ მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ქართულ ჰოკეის განვითარებაში, სხვადასხვა პროგრამებით, მათ შორის რაღაც საკვალიფიკაციო თამაშებით, რომ რაც შეიძლება ბევრი ტურნირი საერთაშორისო ფედერაციის მიერ ორგანიზებული ბევრი ტურნირი ჩატარდეს ამ ყინულის მოედანზე. თავდაპირველი კონცეფცია სხვანაირი იყო, აქ უნდა ყოფილიყო ორი ყინულის მოედანი სამწუხაროდ, ანუ უნდა ყოფილიყო ორი ყინულის მოედანი, მაგრამ სამწუხაროდ აშენდა ერთი ყინულის მოედანი. მაგრამ ესეც ძალიან დიდი მიღწევაა. 12 წელია მსოფლიო ჩემპიონატზე ვთამაშობ და ესეთ ყინულის მოედანზე ჩვენ არ გვითამაშია. ესეთ მოწყობილი გასახდელებით, ამდენი სივრცით, ესეთი ტექნოლოგია, ანუ ესეთ ტექნოლოგიით ყინულის მოედანზე არ გვითამაშია ჩვენ არსად. არის ეგრეთ წოდებული goal judge ამ ყინულის მოედანზე, კამერა, რომელიც უყურებს კარებს, ბურთმა გადაკვეთა თუ არა ხაზი, რომელიც რა ვიცი აი ხოლმე 12 წელია სადაც ვთამაშობთ ესეთ ყინულის მოედანზე არც ერთზე არ ყოფილა. ეგ კი არა, რა გასახდელები არის ისეთი, რომ სამხრეთ აფრიკაში მაგალითად კონტეინერში ვიხდით შენობის გარეთ საერთოდ და მე რაღაც ერთი 500 მეტრი გქონდა ალბათ ყინულის მოედანზე გასავლელი და მოვიგეთ იმ წელს მსოფლიო ჩემპიონატი. იმიტომ რომ ნუ რაც უფრო რაღაცა ესე არის რა ქართული გუნდი რაც არ ვიცი შეიძლება ქართულების გენში არის ეგრე რომ რაც უფრო რთული არის რაღაცის გადალახვა, აი თუნდაც ისლანდიის მაგალითზე, ხო? მით უფრო გვიადვილდება ხოლმე ის რაღაცები. მაგალითად 2018 წელს სამხრეთ აფრიკაში მსოფლიო ჩემპიონატი რომ მოვიგეთ, არანაირად ფავორიტი არ იყო სამხრეთ აფრიკა, იყო ალბათ მე-5 მე-6 ადგილოსანი გონდა, ეგრეც გავიდნენ მე-5 ადგილზე და ჩვენ დავმარცხდით სამხრეთ აფრიკასთან. არა და მოვიგეთ მსოფლიო ჩემპიონატი, ყველა გუნდს მოვიგეთ. 6 გუნდი არის ჯამში და 4 თამაში მოვიგეთ. და სამხრეთ აფრიკასთან დავმარცხდით მაინდა-მაინც რა, იმიტომ რომ მარტივი იყო და გაგვიჭირდა და როცა რთული არის, იქ გვიადვილდება ხოლმე ამ სირთულეების გადალახვა. ამ ყინულის მოედანთან ერთად ბათუმში აშენდა ასევე სტანდარტული ზომის ყინულის მოედანი, სადაც ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის 2025 ბაკურიანში, რომელიც უნდა ჩატარებულიყო, ყინულის ჰოკეი ჩატარდა თბილისში და ფიგურული სრიალი და შორტ-ტრეკი ჩატარდა ბათუმში. ნუ ეს ყინულის მოედანი გაკეთდა ამ ფესტივალისთვის ბათუმში, რადგან იქ იყო გაბერილი კონსტრუქციით ყინულის მოედანის სტანდარტული ზომის 60-30-ზე რაც არის 2011 წლიდან მოყოლებული, რომელიც უკვე ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, ამორტიზებული იყო და იმაზე ვერაფერი ვერ ჩატარდებოდა და გააშენდა ახალი ყინულის მოედანი, რომელზეც ჩატარდა ფიგურული სრიალი და შორტ-ტრეკი. აქ ჩატარდა ყინულის ჰოკეი ამ ყინულის მოედანზე თბილისში, სადაც ევროპის წამყვანი ქვეყნები იყვნენ. თავიდან გოგოების გუნდი ჩამოვიდა 5 დღე იყო გოგოების გუნდების თამაში და შემდეგ რო დამთავრდა გოგოების ფესტივალი, ბიჭების ფესტივალი დაიწყო. ალბათ საუკეთესო ჰოკეი იყო საქართველოში, რაც უახლოეს პერიოდში შეიძლება ნახოთ, იმიტომ რომ სასწაული ტემპი იყო, ძალიან კარგი თამაშები და რა ვიცი, ალბათ ამ მოთამაშეებიდან ნახევარზე მეტი უმაღლეს ლიგებში თამაშებს მალე, როცა ამის ასაკი მოუწევთ. როგორც აღნიშნე, ეს ყინულის მოედანი არის, არ ვიცი, რამდენი 22 წელია ჰოკეი დაიწყო საქართველოში, 22 წელია ყინულის ჰოკეის ყინულის მოედანს ველოდებით და ძალიან ვერ წარმოვიდგენდით ალბათ ესეთი კარგი თუ გამოვიდოდა საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო არის მთლიანი მსოფლიო ფედერაციის წარმომადგენელი იყო ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე დამკვირვებლად ჩამოსული.
ცალკე სტრუქტურა არის მსოფლიო ფედერაცია, ცალკე სტრუქტურა არის ევროპის ოლიმპიური კომიტეტი, რომელიც აორგანიზებდა ამ ფესტივალს. ყინულის ჰოკეის მსოფლიო ფედერაციას ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს. უბრალოდ თხოვეს, რომ თუ შეიძლება წარმომადგენელი ჩამოვიდეს და დაესწროსო როგორც ჩემპიონატის მენეჯერიო და გაუცებული იყო როგორც ეს ტექნიკური დელეგატი, ასევე საჯების ტექნიკური დელეგატი, ექიმების ტექნიკური დელეგატი, ყინულის ჰოკეის მსოფლიო ფედერაციის ვინც იყო ჩამოსული, გაუცებულები იყვნენ ამ ყინულის მოედნით, იმიტომ რომ თვითონ თქვეს, რომ ნებისმიერ მსოფლიო ჩემპიონატს ჩაატარებთ აქ იმ დონემდე, რის საშუალებასაც სკამების რაოდენობა გაძლევთ. რა 575 კაციანი ტრიბუნა არის აქეთ მხარეს, დაახლოებით 10 კაცი ეტევა მეორე მხარეს. შეიძლება კიდე რაღაც სკამების დალაგება და მაქსიმუმ 700 კაცამდე ავიდეს აქ მაყურებლების რაოდენობა. მაგრამ აქ რო საქართველოს ნაკრების თამაში იქნება და ეს ტრიბუნები რო გაივსება, იმ ხელა ხმაური იქნება, რომ სრულიად საკმარისი იქნება ამ ყინულის მოედნისთვის. ყინულის მოედნის აგრეგატიც არის ძალიან რა ვიცი ამაზე თანამედროვე ყინულის მოედნის აგრეგატი არ ვიცი, ანუ სოფლიოში წამყვანი ყინულის მოედნები იყენებენ ამ ყინულის მოედნის აგრეგატს. ანუ ყინულის მოედნის აგრეგატი და ზემოთა სისტემა არის ერთიანი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ყინულის მოედანი ისეთ ტემპერატურაზე იყოს, რომ აქ მაყურებელს არ შეცივდეს. ანუ აქ შეიძლება თბილოდეს მაყურებლისთვის და იქ ძალიან დაბალი ტემპერატურა იქნება, რომ მოთამაშისთვის კომფორტული იყოს. ცალკე არის ამ მოედნის გათბობის სისტემა კიდევ უფრო ცალკე არის. და გვყავს აქ ასევე ორი ყინულის მჭრელი მანქანა, ზამბონი არის, აი როგორც ბოტასი იყო ადრე ბრენდი და ბოტას, ყველა ბოტას ქვია ბოტასი, მაგრამ ბოტასი იყო თვითონ ბრენდი, როგორც Adidas და Nike არის, ისე ზამბონი არის აქ ყინულის მჭრელი მანქანა, ყველა ეძახის ზამბონს, მაგრამ ეს არის VM ბრენდის ორი ცალი ყინულის საჭრელი მანქანა, რომელიც იდეალურად აპრიალებს ამ ყინულის ზედაპირს. რომელზეც კიდე ერთხელ ვამბობ, ფესტივალში მოთამაშე ევროპის წამყვანი გუნდები ძალიან კმაყოფილი იყვნენ ყინულის მოედნის ხარისხით, იმიტომ რომ წყლის ფილტრაციის სისტემა აყენია, რაც ასევე ძალიან კაი ყინულის ზედაპირის შექმნის საშუალებას გვაძლევს. პლუს ეს მანქანები და პლუს ეს აგრეგატი. მოკლედ იდეალური პირობები გვაქვს ახლა ყინულის ჰოკეის განსავითარებლად საქართველოში. მაგრამ რა თქმა უნდა, ამას ისევ ჭირდება ხელშეწყობა. ყინულის მოედანზე ჭირდება სავარჯიშო დრო მაქსიმალურად რაც შეიძლება ეს ყინულის მოედანი უნდა იყოს დატვირთული. ეხა ამ ყინულის მოედანზე არის ყინულის ჰოკეი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს საათები რაც ეხა ყინულის ჰოკეის გაიზრდება, ბევრი ბავშვი დაინტერესდება, იმიტომ რომ ამ ფესტივალმაც ხელი შეუწყო, მაგრამ სოფლიო ჩემპიონატზე რო თამაშობთ, ისიც ხელს უწყობს იმას, რომ ხალხმა იცოდეს, რომ ყინულის ჰოკეი არსებობს საქართველოში და არა მარტო რომ არსებობს საქართველოში, რაღაცა პერსპექტივა აქვს. ამ ყინულის მოედანმა ეს პერსპექტივა კიდევ უფრო გაზარდა, იმიტომ რომ როცა გაქვს ესეთ ყინულის მოედანი, სადაც შეგიძლია რომ ბავშვი მივიდეს და ივარჯიშოს და იცი რომ რაღაცა პერსპექტივა შეიძლება ქონდეს, ალბათ მიიყვანს სპორტზე, მაგრამ თუ იცი რომ არა აქვს, შეიძლება უბრალოდ ისე მიიყვანო, რომ რაღაც ჯამრთელად იყოს ბავშვი მთელი წლის განმავლობაში განსაკუთრებით ზამთრის, იმიტომ რომ ყინულის მოედანზე რომ მოდიან სავარჯიშოთ, ყინულის ჰოკეის მხრიდან შემიძლია ვთქვა, მაგრამ ალბათ ფიგურული სრიალიდანაც იგივე არის, რომ გაციება და რაღაცები ზამთარში ავიწყდებათ რა ამ ჰაერს რო სუნთქავენ იმ ვარჯიშის პერიოდში ისე აკაჟებს ორგანიზმს რომ გაციება სურდო რაღაცები ბავშვებს დავიწყებული აქვს მთელი ზამთრის განმავლობაში და ძალიან ბევრი ადამიანი ეგრე მოდის რომ აი ბავშვი გაციებულია იქ მომითხრა რომ ყინულზე ატარე და რა ვიცი დაყავთ ამისთვის მაგრამ რა თქმა უნდა რომ ძალიან დიდი იმედი გვაქვს და ჩვენც ძალიან ვმუშაობთ იმაზე რომ ბავშვების რაოდენობა გაიზარდოს ძალიან ძვირიანი სპორტი არის ყინულის ჰოკეი აი რასაც ვამბობ, ეხა კიდე ხელშეწყობა გვაქვს და დაფინანსება გვაქვს. რითიც უზრუნველყოფთ, რომ ყველა ბავშვს ჰქონდეს მთლიანი ეკიპირება, მაგრამ აი მაშინ როცა ვლაპარაკობდი აქ თბილისში, რომ ჩვენ გვაცმევდნენ ბაკურიანში, რომ ბაკურიანის გუნდს რო გოჩააცმევდა ბათუმში, სამწუხაროდ როგორც თქვი, არ იყო ქუთაისში, მშობლები ყიდულობდნენ ძირითად ნაწილს და რაღაცებს თბილისიდანაც ვაგზავნიდით, ბაკურიანიდანაც აგზავნიდნენ. ძალიან ძვირი სიამოვნება იყო მაშინ, იმიტომ რომ ეკონომიკური მდგომარეობა მაშინ უფრო რთულად იყო. აი რო წარმოიდგინეთ, ახლა ჯოხი ღირს $200 და შეიძლება ერთ თამაშზე რო გახვალ, გატეხო და გამოხვიდე უკან და დარჩე ჯოხის გარეშე რა და ეხა არის საშუალებები რომ რაღაც ცოტა იაფიანი ჯოხები იყიდება, იგივე კაი ხარისხის
საქართველოში არის 4 გუნდი რეგისტრირებული ეროვნულ ჩემპიონატში. ეს არის მსოფლიო ფედერაციის მინიმალური მოთხოვნა, რომ საშუალება მოგცენ უფლება, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშო. მაგალითად 3 გუნდი არის თბილისის, 1 გუნდი არის ბაკურიანის. ალბათ სექტემბრიდან ცოტა გადათამაშდება ეს და სხვანაირად იქნება, იმიტომ რომ იქაც ქუთაისს გაეზარდა უკვე ბავშვები და იმასაკის არიან, რომ შეუძლიათ უკვე გუნდი ყავდეს ბათუმშიც არის ხალხი ალბათ. რაღაცა გუნდი უნდა ჩამოყალიბდეს, მაგრამ ამ ეტაპისთვის 4 გუნდისგან შემდგარი ეროვნული ჩემპიონატი არის 3 თბილისიდან, 1 ბაკურიანიდან. ასევე შარშან ჩავატარეთ ნაწილ ასე რომ ვთქვა, ბავშვების ჩემპიონატი, სადაც 2 გუნდი თბილისიდან იყო, 1 ქუთაისიდან, 1 ბაკურიანიდან. ანუ თბილისს რო ყავს უფროსების გუნდი, იმათ ყავთ ასევე პატარების გუნდი, ბაკურიანსაც ასევე უფროსების გუნდი ყავთ და პატარების გუნდი ყავთ და ქუთაისს ჯერ მარტო პატარების გუნდი ყავთ, მაგრამ როგორც აღნიშნე, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სექტემბრიდან დიდი, ანუ უფროს კატეგორიის გუნდიც ეყოლებათ. ეს არის მინიმალური მოთხოვნა 4 გუნდისგან შემდგარი და მინიმუმ ეს 4 გუნდი 12 თამაშს უნდა თამაშობდეს სეზონში, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მოგცენ თამაშის უფლება. ჩვენ ჩემპიონატში ტარდება სულ 18 ტური, ანუ თითო გუნდი 18 თამაშს თამაშობს. ეტაპობრივად ძირითადი დატვირთვა იყო ბათუმის ყინულის მოედანზე, იქ თამაშობდით ჩემპიონატების თამაშს, იმიტომ რომ იქ იყო სტანდარტული ზომის მოედანი ძველი, რომელიც აღნიშნე, რომელიც დაშალეს და ზამთრის პერიოდში ვთამაშობდით ბაკურიანში. მაგრამ რადგან ეს ყინულის მოედანი გაიხსნა, წლევანდელი სეზონის უმეტესი ნაწილი ჩემპიონატები ტარდება აქ, რომელიც მეორე ეტაპი ჩატარდა თებერვლის დასაწყისში, მერე თებერვლის ბოლოში, ახლა მარტის დასაწყისში ვქონდა, მარტის ბოლოსაც გვექნება და აპრილის შუა რიცხვებამდე, სანამ ეროვნული ნაკრები წავა მსოფლიო ჩემპიონატზე, მანამდე დავასრულებთ ეროვნულ ჩემპიონატს და იქ გამოჩნდება წლევანდელი ჩემპიონატის გამარჯვებული. რაც შეეხება პერსპექტივას, ამ ეტაპზე ცოტა რთული არის ამაზე საუბარი ვიღაცას ესაუბრო და აჩვენო, რომ რაოდენობა არ არის იმდენი ხალხის ეხა სამწუხაროდ, მაგრამ რო გაიზრდება ამ ხალხის რაოდენობა, უფრო მეტი გუნდი იქნება, უფრო მეტი დაინტერესება და კონკურენციაც უფრო გაიზრდება, რა თქმა უნდა, რომ ეს პერსპექტივას უფრო გაზრდის. პირველი შემთხვევა იყო, რომ აქედან საქართველოსდან წავიდა ჩვენ ბავშვობაში თამაშობდით, არ ვიცი ესეც რომელი წელი იყო, ალბათ 13-14 წელი, ბაკურიანის მოთამაშე იყო ამირან გეფერიძე, რომელიც ჩეხეთში წავიდა ერთი თვით მე მგონი სათამაშოდ იქაურ გუნდში რომელიღაც ლიგაში, იმიტომ რომ იქ რამოდენიმე ლიგა არის და მესამე ლიგაში თუ სწორად მახსოვს, არ მახსოვს ზუსტად და ჩვენთვის ანუ რო უყურებდით რომ ჩვენი გუნდელი იქ წავიდა, რაღაც ძალიან დიდი мотиваცია იყო რომ როგორ შეუძლია აქედან ადამიანს მოთამაშეს სადღაც წასვლა და თამაში. სამწუხაროდ ის სეზონი ჩეხეთში არ აღმოჩნდა ძალიან დიდი, მოუწია უკან დაბრუნება და ამით შემოვიფარგლეთ რაღაც ეტაპამდე. მერე იყო პირველად რომ საქართველოში დაბადებული და გაზრდილი ბავშვი წავიდა კანადაში სათამაშოდ იუნიორთა ლიგაში, იქაც ქვედა ლიგაში რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ მაინც კანადა არის, ახლა იქ ჰოკეი რელიგიასავით არის, იმიტომ რომ რა ვიცი, ალბათ უფრო მეტი ყინულის მოედანი აქვს კანადას, ვიდრე ბევრს მოთამაშის რაოდენობა აქვს. 2000 ყინულის მოედანი აქვს დახურული მარტო და ქვეყნების რა ვიცი, ვინც ჰოკეის თამაშობს, იმით 70% ალბათ 2000 მოთამაშე არ ყავთ. მაგალითად ლატვია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე შარშან წინ მესამე ადგილი დაიკავეს, ისტორიული შედეგი იყო მაგათთვის და ძალიან დიდი ხანი ალბათ კმაყოფილები იქნებიან, ანუ შეიძლება 5000 მოთამაშე ყავთ და ანუ ორჯერ უფრო მეტი ვიდრე კანადას ყინულის მოედანი აქვს რა და მოკლედ ძალიან დიდი ნაბიჯი იყო ჰოკეისთვის, რა თქმა უნდა, ბავშვი საქართველოში დაბადებული გაზრდილი კანადაში რო წავიდა სათამაშოდ მუსტამ მანივაკიში ითამაშა 2 წელი, შემდეგ ასაკით აღარ მოუწია და წამოვიდა საქართველოში. ეს ბავშვი იყო თემო ვეჯაპინი, სახელი და გვარი გამოვრჩა. უნდა მეთქვა, წავიდა კანადაში, შემდეგ მოუწია ასაკის გამო უკან დაბრუნება და ეძებდა უკვე სენიორ გუნდში გადასვლას, მოხვდა შვედეთში ერთ-ერთი ლიგის გუნდში და სამწუხაროდ დაიწყო პანდემია და ის ლიგა ვერ შედგა. მერე ამის შემდეგ ესპანეთში გააგრძელა თამაში ესპანეთის ჩემპიონატში. ეს იყო ორი შემთხვევა და ერთი შემთხვევა გვაქვს, რომელიც სანდრო მაკარიძე არის ერთ-ერთი საქართველოში დაბადებული ბავშვი, რომლის მამაც არის დიპლომატი, ძირითადი პერიოდი აქვს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატარებული, უნგრეთში დაიწყო ყინულის ჰოკეის თამაში და ძალიან გამოკვეთილი მოთამაშე იყო იქ. მერე გადავიდა საფრანგეთში სათამაშოდ და საფრანგეთში უთხრეს, რომ ამ ბავშვის ადგილი აქ არ არისო. სანმე კაი ქვეყანაში უნდა წაიყვანოთ, სადღაც ყინულის ჰოკეის შესაბამის დონეზე არისო და წაიყვანეს კანადაში სათამაშოდ. 1 წლის განმავლობაში გახდა, ანუ
ჯუნიორების ტოპ ლიგაში უმაღლეს ლიგაში თამაშობს. ერთ წელიწადში გახდა თავის გუნდის კაპიტანი, ლიდერი არის, ანუ თავის გუნდში, რა ვიცი, ვერავინ ვერ შეედრება ნამდვილად, იმიტომ რომ ეხა რამოდენიმე დღის წინ თამაში ჰქონდა 2-0 აგებდნენ და მოიგეს ეს თამაში, ანუ 2 გოლი გაიტანა თვითონ და 2 საგოლე პასი გააკეთა. საქართველოს, ანუ რო იგებენ, რომ ქართველი არისო, არ იჯერებენ რა. ქართულად საუბრობს ჩვეულებრივად, ანუ არანაირი ისა ვერ შეატყობ, რომ სხვაგან არისო გაზრდილი. აქ დაბადებული ძალიან დიდ პერიოდს რა თქმა უნდა საქართველოში წატარებს, მაგრამ ყინულის ჰოკეის თამაში სხვაგან ისწავლა. მოკლედ ალბათ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ პირველი ადამიანი არის, პირველი ქართველი არის, რომელიც ამერიკის უმაღლეს ლიგაში ითამაშებს ძალიან გულშემატკივრობთ და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ოცნება ახდება რა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ნაბიჯი იქნება ეს ქართული, ნუ რა თქმა უნდა, რომ პერსონალურად მისთვის და მისი ოჯახისთვის, მაგრამ ასევე ქართული ჰოკეისთვის, რომ საქართველოს სახელი ყინულის ჰოკეის ოჯახში სხვანაირად გამოჩნდება. პერსპექტივაზე კიდე რომ დაუბრუნდე, ხო, ეგ არის რომ უფრო და უფრო გამოჩნდება, როგორც ბავშვების რაოდენობა გაიზრდება. ჩვენ რო თამაშობდით ბავშვობაში, ჩვენი პერსპექტივა იყო ის, რომ პირველ საათზე რო ვარჯიშობდით, კარგად გვევარჯიშა, რომ მე უფროსებთან ერთად ვეთამაშებინეთ და ვინც კარგად ითამაშებდა, კარგად ივარჯიშებდა, მე გვეუბნებოდნენ, რომ თქვენც მოდით რაღაც 4 შაბათს უფროსებთან ითამაშოთ. ეს უფროსები იყვნენ ბიძაჩემი და ჩვენ ვიყავთ რაღაც 13 წლის და უფროსა 40 წლის ხალხთან თამაში ძალიან ეს იყო ჩვენი мотиваცია რა, რომ იმათთან უნდა გვეთამაშა. რა თქმა უნდა, დღეს სულ სხვა პერსპექტივები არის, იმიტომ რომ ბავშვები სხვანაირად აზროვნებენ დღეს. ეხლა ფესტივალი აქ რო ჩატარდათ, ჩვენთან ჰოკეიზე ვინებიც დადიან ბავშვები, მაქსიმალურად ყველა ამ ფესტივალის პროცესში იყო ჩართული და ნახეს რა არის უმაღლესი დონის ჰოკეი და რა თქმა უნდა, ამათი мотиваცია გაიზარდა. მაგრამ სამწუხაროა, რომ ძალიან ცოტა ხალხმა ნახა ეს ბევრი ჰოკეის მოთამაშე რო ყავდეს, რა თქმა უნდა, რომ უფრო ბევრი ნახავდა საერთოდ რა არის მსოფლიო დონის ჰოკეი. მაგრამ ხო კიდე ერთხელ რა, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პერსპექტივაც გაიზრდება ამ ბავშვების რაოდენობასთან ერთად. ეხლა რა თქმა უნდა, არის პერსპექტივა, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში, ევროპის ქვეყნებშიც არის ძალიან ბევრი ლიგა ჰოკეისი, სადაც კაი მოთამაშეები ჭირს და რა ვიცი, ქართველებს ესეთი აი ძალა რასაც ჭირდება, ქართველები ამ სპორტებში ყველაში მაგარი ვართ. რაგბმაც ის სტერეოტიპი დაანგრია, რომ გუნდურ სპორტებში ცოტა გვიჭირდა და ანუ ნუ ამ ბოლო დროს ფეხბურთაც, მაგრამ რაგბმა მანამდე, კალათბურთმაც ასევე რა თქმა უნდა, მაგრამ რაც ძალისმიერი არის და თან გუნდურობა ჭირდება, ალბათ იმას უნდა შევედაროთ და ვთქვათ, რომ რაგბს თუ თამაშობთ კარგად, რომელსაც ძალა ჭირდება და გუნდური არის, ჰოკეისაც ძალა ჭირდება და ასევე გუნდური არის და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ კარგად გავაგრძელებთ თამაშს.